საღამოშვიდობის 22 საათზე პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ თემებს ნინო თვალავაძე გაგაცნობთ. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აქციებს აანონსებს. გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ მისი შვილის დაღუპვიდან 45 დღე გავიდა და დღემდე არ არის ცნობილი ექსპერტიზის პასუხები. დღეს პანკისის ხეობაში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უხუცესები და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ადგილობრივებს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო. ნინო ელიკაშვილი ესაუბრა შეხვედრის მონაწილეებს. პანკისის ხეობის სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით 3 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე საგამოძიებო პროცესში ბევრი ხარვეზია აღმოჩენილი. მანვე განაცხადა, რომ დღემდე არ აქვთ პასუხი პროკურატურიდან ჩაერთვება თუ არა უწყება საგამოძიებო პროცესებში. დღევანდელი შეხვედრა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივები, ასევე უხუცესები და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც. საქმის კურსში ჩაგვაყენეს, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რა სირთულეები არის და დანარჩენი ჩვენ როგორც შევთანხმდით, ველოდებით როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რას გეუბნებიან? ახლა ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, არ გვაქვს ცდომა მასალებთან, სანამ სასამართლო არ ჩატარდებაო და პირველ სასამართლოზე უკვე გვეცოდინება როგორ მიდის გამოძიება და ველოდებით ჩვენ სხვა რა გზა გვაქვს. საქმის მასალების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე წდომის არარსებობა, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამიღების დროს დაშვებული შეცდომები, რომელიც საერთოდ ამ მტკიცებულებების ვალიდურობას და სანდოობას სადაოს ხდის, არის ის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკა, რომელიც ამ გამოძიების მიმართ ჩვენ გვაქვს და რომელიც გვაფიქრებინებს, რომ მიმდინარე გამოძიება არსებითად ფორმალისტური ხასიათისაა და ის ეფექტიანი არ იქნება. გარდა გამოძიების მიმართ არსებული კრიტიკისა, ჩვენ ვისაუბრეთ იმ უნდობლობის კრიზისზე, რომელიც 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ხეობაში გაჩნდა. სამწუხაროდ ხელისუფლებას და მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ მიუღია ჯეროვანი ღონისძიებები იმისთვის, რომ ეს ნდობის ხარვეზი, რომელიც გაჩნდა ამ მოვლენების შემდეგ აღედგინა და პრინციპში კომუნიკაცია ხეობასთან არის გაწყვეტილი. ამავდროულად ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზეც, რომ თუ სამართლებრივი დაცვის საშუალებები ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი არ იქნება, რისი ეჭვი ჩვენ პრინციპში გვაქვს ამ ეტაპზეც, ჩვენ გეგმავთ საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაგღებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა, რომ შესაძლოა საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადაიგზავნოს, როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს. მთავარ პროკურორთან შეხვედრიდან 45 დღე გავიდა და მას ამ დრომდე არ დაკავშირებია. არავინ მიუხედავად იმისა, რომ მაჩალიკაშვილის თქმით ირაკლი შოთაძე დაპირდა, რომ ის ერთ კვირაში გაეცნობოდა საქმის მასალებს. შოთაძესთან შეხვედრის მერე რამდენი დროა, თვეზე მეტია გასულდა ერთი კვირა. ითქვა მაშინ რაღაცა მასალებზე გვექნებოდა მისდომა მეს და ჩემს ადვოკატებს, ის იგივე ტყუილი გამოვიდა, როგორც აქამდე იტყუებიან ყველაფერში. 45 დღის განმავლობაში რაღაც ექსპერტიზის დასკვნის ელოდებოდნენ. გარდაცვალებიდან ის 45 დღეც გავიდა. იქიდანაც არანაირი ვესტი არ არის. და არც იქნება სიმართლე რო თქვა ესენი ყველაფერს აკეთებენ, რომ რაღაცაში დაადანაშაულონ თემირლანი, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო დონის საქმეა. თუ იტყვიან, რომ აი იყო შეცდომა მოვიდა, მოხდა ეს რაღაცა სამწუხაროდ, მაშინ მთელი უსაფრთხოების სამსახურის სისტემა უნდა დაიშალოს, მაგას ისინი არ დაუშვებენ. მეორე კიდე არანაირი მტკიცებულება თემირლანის წინააღმდეგ მაგათ არ აქვს, არ გააჩნიათ. მე ამას დავადგენ. ეს სტრასბურგი იქნება, ეს ევროპული სასამართლო იქნება. ამის შემდეგ ჩემი გეგმაც და მთელი ამ ხალხის გეგმაც აქციების ჩატარებას გეგმავთ. მე შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 მაისს პანკისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა, რის შემდეგაც ის 10 იანვარს გარდაიცვალა.
მადლობა ნინო, ეს ნინო ელიკაშვილი იყო. მე-9 დღეა ტატუნაშვილების ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას უშედეგოდ ელოდება. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მხარე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ უმცროს სერჟანტ საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და მის გარდაცვალებაში საკუთარ ინტერესს გამორიცხავს. ოკუპირებული რეგიონის ეგრეთ წოდებულ პროკურატურას გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი ოსი ხალხის გენოციდსა და სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირების სიაში. მიხეილ სააკაშვილთან ვანო მერაბიშვილთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ყავს შეყვანილი. მთელი დღის განმავლობაში დღეს კი წილკანში ტატუნაშვილების ოჯახის წევრები პოლიტიკოსებისგან და სასულიერო პირებისგან სამძიმარს იღებდნენ. ლიკა ჯანყარაშვილი კი ამბობთ. მე-9 დღეა ტატუნაშვილების ოჯახი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას უშედეგოდ ელოდება. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ბრალდებებს უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს უყენებს და მათ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი აღნიშნავს, რომ 2008 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის 7 მოქალაქე ამ დრომდე დაკარგულია, თუმცა ამ საკითხზე საერთაშორისო გაერთიანებას ყურადღება არ გაუმახვილებია. ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით კი ფართო პროპაგანდისტული კამპანიაა დაწყებული. საქართველოს ხელისუფლებამ და სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გამოიწვიონ საერთაშორისო აჟიოტაჟი. სამწუხაროდ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როდესაც სამხრეთ ოსეთის ერის ტრაგედია მთელმა მსოფლიომ გაიგო და ელჩჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით ევროკავშირის დამოუკიდებელმა კომისიამ აღიარა, რომ ომი საქართველოს დაიწყო, ასეთი ფართო საერთაშორისო ცნობადობა არ ყოფილა. საერთაშორისო ორგანიზაციებს სათანადო ყურადღება არ მიუქცევიათ ჩვენი არაერთი მიმართვისთვისაც, რომ ჩვენ ერის საქართველოს აგრესია დაეგმოთ. არჩილ ტატუნაშვილთან ჩვენ შესაბამის უწყებებს შეკითხვები ჰქონდა და ინტერესებული იყვნენ, რომ ინფორმაცია მიიღოთ, თუმცა სამწუხაროდ მისმა გარდაცვალებამ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა წაგვართვა. ოკუპირებული რეგიონის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრეს-სპიკერის ეკატერინა ბიაზროვას განცხადებით არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი და ღირებულ ინფორმაციას ფლობდა, რაც მათი მხრიდან ტატუნაშვილის სიკვდილით დაინტერესებას გამორიცხავს. სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებს ტატუნაშვილი მხედველობის არეში ჰყავდათ როგორც პირი, რომლის მიმართაც არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომის საქართველოს სპეცსამსახურის საქმიანობაში მონაწილეობდა. ხაზგასმით გვიდა აღნიშნოთ, რომ უსაფრთხოების ორგანოები არ იყვნენ მისი სიკვდილით დაინტერესებული, რადგან ის იყო ჩვენთვის ღირებული ინფორმაციის მატარებელი. ტატუნაშვილის ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. თავდაცვის მინისტრი კი წილკანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის გარდაცვალებიდან მხოლოდ მე-9 დღეს ჩავიდა, სადაც მან ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. ლევან იზორიას განცხადებით არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია. სამძიმარს უცხადებთ ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს ჩვენი შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. ამ ძიმე წუთებში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დგას. ვითხოვთ დროულად გადაეცეს ოჯახს ცხედარი. ოჯახს სამძიმარი დღეს ადგილზე ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემაც გამოუცხადა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით გუშინ მიმართა. მოვედით, რათა ნუგეში გვეცა ამ ოჯახისათვის ადამიანური თანადგომა გამოგვეხატა და გადავიხადეთ პანაშვიდი არჩილის სულის მოსახსენებლად. ღმერთმა აცხონოს მისი სული და გააძლიეროს ამ ძიმე განსაცდელის ჟამს მისი ოჯახი. ოჯახისთვის ცხედარი ჯერ არ გადმოუციათ, ამიტომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. უნდა არამხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან უნდა ვიმუშაოთ, არამხოლოდ შიგნით უნდა ვიმუშაოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თავხედობა არ დასჭეს დაუსჯელი. სანქციებიც უნდა მივიღოთ, რეზოლუციაც უნდა მივიღოთ და თუ არც თავმოყარე სახელმწიფო, ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მკვლელები არ დასჭენ დაუსჯელი. 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი კიდევ ორ ქართველთან ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს. დე-ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის ოჯახისთვის მისი ცხედრის გადმოცემის საკითხზე მოლაპარაკებები 26 თებერვალსა და 1 მარტს უშედეგოდ დასრულდა.
მცხეთაში სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში ბასრის საგნით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თავდამსხმელი უკვე დაკავებულია დანაშაულის იარაღით, დანაკი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს. დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლი დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ტაძრიდან გამოვიდა მრევლი. გამოყვა ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც აქ ყელზე ჰქონდათ ხელი მიჭერილი და აქ რო დაჯდა ადამიანი, დააჭირეს ასე ხელი და მაინც ჩქებდა სისხლი კრანი რომ მოუშვა ისე. როგორც თქვენ სასტრაფოს ექიმებმა მეჭორებს არასდროს არ ვეყრდნობი, საძილე გულიდან მომავალი საძილე არტერია გადაუჭრა. მოულოდნელად დანა შეურჭო აი აქ. და სისხლით ქეფით ამოდიოდა. მე ჩემი თვალით ვერ დავინახე. გონი დააკავეს. მილიცია იყო აქ. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლების პიარისთვის საბიუჯეტო დანახარჯები ყოველწლიურად იზრდება. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით პიარისთვის განსაკუთრებით დიდი თანხა ოცნების ხელისუფლებამ 2016 წელს დახარჯა, რაც მესამე სექტორის აზრით საპარლამენტო არჩევნებთან იყო დაკავშირებული. რას ფიქრობენ კვლევის შედეგებზე ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოპონენტები, ნახეთ თამარ ჯინჭერაძის სიუჟეტში. რა თანხას ხარჯავს ხელისუფლება საკუთარ პიარში? არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დათვალა და გაარკვია, რომ ხელისუფლებამ პრესამსახურების ხელფასებში 2012-დან 2018 წლამდე 50 მილიონზე მეტი დახარჯა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით პრესამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა იზრდება. შესაბამისად იზრდება მათი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხაც. კვლევის მიხედვით ყველაზე მეტი პიარში ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების წელს 2016-ში გადაიხადა 12 მილიონი ლარი. ჩვენი კვლევის მიზანი იყო, რომ გამოგვეკვირია 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, პიარში დახარჯული თანხები, ან პრესამსახურის თანამშრომელთა ანაზღაურებაში დახარჯული თანხები და ასევე ამ თანამშრომელთა რაოდენობაც როგორ იცვლებოდა. ტენდენცია ფიქსირდება, რომ ყველა წელს აღინიშნება ზრდა, როგორც თანამშრომლების რაოდენობაში, ასევე პროცენტულ რაოდენობაში დახარჯული თანხების ამ ანაზღაურებაზე. გაზრდილ თანხებზე არაფერი იცის დედაქალაქის მერმა, თუმცა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება თავის საქმიანობას სათანადოდ არაპიარებს. მე არ მინახია დასკვნა ან რაზე დაყრდნობით აქვთ გაკეთებული, არც ეს არ ვიცი, ასე რომ გამიჭირდება შეფასების გაკეთებას. მე ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდის სტავრობის ერთ-ერთი მინუსი ასევე იყო ის, რომ ჩვენ შესაბამისად ვერ მივქონდა ინფორმაცია მოსახლეობამ. პრესამსახურის თანამშრომლების ხელფასებზე უწყებებს შორის ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახარჯა. 5 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი. მას თავდაცვის და ჯანდაცვის სამინისტროები მოყვება 3 მილიონი ლარით. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გამჭვირვალობამ კარგად ვერ დათვალა. სერგეენკოს თქმით, მისმა უწყებამ პიარში ბევრად ნაკლები გადაიხადა. არსებული კვლევის მიხედვით გამოიკვეთა 3 მსხვილი ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ამ მზარდი კი არის ზოგადი ტენდენცია, მაგრამ მათ შორისაც კი ყველაზე მზარდი ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო და ეს არის თავდაცვის სამინისტრო. ეჭვი მაქვს საერთაშორისო გამჭვირვალობას ნულები შეეშალა, იმიტომ რომ შარშან ზუსტად გეტყვით, რომ 317 ლარი დაიხარჯა საკუთრივ პიარ აქტივობისთვის. რაც შეეხება თანხებს, არიან თანამშრომლები, რომლებიც იღებენ ხელფასს, მთლიანად თანამშრომლების რაოდენობა არის 12, თუმცა სტრუქტურულად აქ არის გაერთიანებული ცხელი ხაზის თანამშრომლები. ხელისუფლებას ოპონენტები საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. ოპოზიციური პარტიები უწყების პრესამსახურებში ნეპოტიზმსა და კორუფციის რისკებზე მიანიშნებენ. ეს უკიდურესად დიდი ფლანგოა საზოგადოებრივი თანხისა. მათ ეს ჩვენ თავრობას ფული ჯიბიდან არ ამოუღია, ეს არის ხალხის ჯიბიდან, ხალხის გადასახადებიდან ამ გადახდილი ფული. აი ამ ფულს უვიცი და მავნებელი ოცნება ხარჯავს პიარზე, თავის გაპიარებაზე. პიარი კი არ არის საჭირო, მეგობრებო, საქმის კეთებაა, რომელიც ოცნებამ არ იცის. პიარი არ უარგად კი არა სინამდვილეში, პიარ სამსახურებსაც იყენებენ არა საზოგადოების ინფორმირებულობისათვის, რომ საზოგადოებამ რეალურად იცოდეს რა ხდება, არამედ ამასაც იყენებენ საკუთარი ახლობლების, ნათესავების და პარტიული აქტივისტების დასაქმების მიზნით.
გამჭვირვალობის კვლევა 21 საჯარო უწყებიდან გამოგზავნილ ინფორმაციას ეყრდნობა. 12 უწყებამ, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციამ, შემოსავლების სამსახურმა და იუსტიციის სახლმა ორგანიზაციას ინფორმაცია არ მიეწოდა. ნინო ჟვანიას ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოების წინააღმდეგ მორგის საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა იმ საფრთხებზე ისაუბრეს, რომელიც შესაძლოა ქედის მოჭრის შემდეგ დადგეს. აქციის მონაწილეებმა თბილისის მერს აღნიშნული სამუშაოების შეჩერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. რას პასუხობს კახაკალაძე აქციის მონაწილეებს და რა საფრთხეებზე საუბრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები? ვრცლად ლიზა მეტრეველი კი ამბობთ. მორიგის საპროტესტო აქცია მრავალსართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით. ჟვანიას ქუჩის მცხოვრებლებმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა მთაწმინდისა და კუსტბის დამაკავშირებელი ქედის მოჭრის შედეგად დადგეს. ადგილობრივებმა არასამთავრობო ორგანიზაცია სენის 2016 წლის კვლევას წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ხეობისთვის სამშენებლო სამუშაოების ნარჩენები საფრთხეს წარმოადგენს. აქციის მონაწილეები თბილისის მერს რეაგირებისა და სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. ეს ხეობა არის საფრთხის შემცველი ადგილი. ადრე ამას ჰქონდა რეკრეაციული სტატუსი. ეს გამოიწვევს ვარცოფებს დატბორვას. აქ არის წყლის კოლექტორი, რომელიც ამ ვარაზის ხევს დინარეს ატარებს მიწის ქვეშ. სამშენებლო ნაშალი ნაგავი თუ გაიჭედა იმ კოლექტორში, აქ დაგროვდება წყალი და ეს წყალი წამოვა ნიაღურად და ჩაიტანს მთლიანად ქვევით ყველა მოსახლეს. ჩვენ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და გვიშველეთ. დღეს ვითხოვთ შეჩერებას. ამას ნუ თუ არ უნდა მოყვეს სახელმწიფოს მიერ ან ნებისმიერი ორგანოს მიერ რეაგირება. ვითხოვთ შველას, იმიტომ რომ სიტუაცია ხდება უკვე უკონტროლო. მიმდინარე პროცესს ალეკო ელისაშვილი ურბანულ სუიციდს უწოდებს. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის თქმით, დედაქალაქის გენგეგმაში არის კვლევა, რომლის თანახმადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელია. წინასაარჩევნოთ ბატონი კალაძე რო ამბობდა, რომ სუიციდი ურბანული უნდა შევაჩეროთ და ქაოსი სამშენებლო უნდა შევაჩეროთ. არჩევნების მერე როგორც ჩანს დაავიწყდა ეს ყველაფერი, ან დაივიწყა, იმიტომ რომ ურბანული სუიციდი, სამშენებლო ქაოსი ხდება, აქ არჩევნები მოიგო და ეხა ფეხებზე კიდია ქალაქი თავის ხალხიანი. დიდი კვლევა დევს გენგეგმაში, რომ აქ მშენებლობა არაფრით არ შეიძლება. მაგრამ ვიღაცაებს გადაუხადეს როგორც ჩანს ფულები, ამოუსეს ჭიბეები და შეიძლება. ამ მოსაზრებას არიზიარებს თბილისის მერი. კახაკალაძე ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ამბობს, რომ არსებობს გეოლოგიური დასკვნა, რომლის თანახმადაც პროექტი სრულად გამართულია. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, საუბარი იყო იმაზე, манипуლირებდნენ რომ თითქოს არ იყო გეოლოგიური დასკვნა. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ მოვიკითხეთ, არსებობს გეოლოგიური დასკვნა, ანუ პროექტი არის გამართული. არანაირი პრობლემა არ არის ამ პროექტთან დაკავშირებით. გეოლოგიური დასკვნების არსებობას ადასტურებს, თუმცა მის გაცემაში არალიცენზირებული ორგანიზაციების კვალს ხედავს დავით მესხიშვილი. ის აღნიშნავს, რომ არსებობს კორუფციული გარიგებების გონივრული ეჭვი. პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელი კი მოსახლეობას უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს. გეოლოგიურ დასკვნებს გასცემენ ორგანიზაციები, რომლებიც არიან არალიცენზირებულები. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქ არის გარკვეული კორუფციული გარიგებები, იმიტომ რომ შეუძლებელია მხოლოდ ერთი გეოლოგი ამბობს, რომ აქ მშენებლობა შეიძლება, ანუ დასკვნის ავტორი და ყველა სხვა ნეიტრალური გეოლოგი თუ ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ აქ კატეგორიულად არ შეიძლება მშენებლობების წარმოება. მოსახლეობა უნდა ჩაერთოს ამაში მეტად. ეს პოსტსაბჭოთა ძიმე დაავადება, რაც ყველას ჭირს, სადღაც იქ გადაწყვეტილია და მე არ მეხება დროა ყველამ გადავაგდო, ჩვენ ვალდებულები ვართ ვიყოთ ჩართული ჩვენი ქალაქის ჯანსაღი განვითარების პროცესებში. ადგილობრივები შიშობენ, რომ მდინარე ვარაზის ხევის კალაპოტის დაბინძურების შედეგად შესაძლოა 13 ივნისის მსგავსი კატასტროფა მოხდეს. ასევე გადაიტვირთოს ქუჩები და შეიქმნას მიწისძვრის საფრთხე. მოსახლეობამ კახაკალაძის სახელზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ადგილობრივები გეგმავენ სასამართლოს მიმართონ. კიდევ ერთი აქცია გაიმართა დღეს თბილისში მშენებლობის წინააღმდეგ. აფაქიცის მცხოვრებლებმა მორგის საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილების თქმით, კომპანია ტიფლის ბიზნეს ცენტრის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას დარღვევებით ახორციელებს. მათივე თქმით, 2017 წელს თბილისის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ მშენებლობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ადგილზე გაეცნო სამუშაოებს. თუმცა 2017 წლის 20 დეკემბერს არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის განახლების ნებართვა გასცა. აფაქიცის ქუჩის მცხოვრებლები თბილისის მერთან შეხვედრას და აღნიშნულ ადგილას
რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ. მათ უკვე შეტანილი აქვთ ადმინისტრაციული საჩივარი მერის სახელზე. აქციას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. კახაკალაძის განცხადებით, აფაქციის ქუჩაზე მშენებლობის საკითხი შესწავლილია და პროცესი წესის დაცვით მიმდინარეობს. კომპანიაში კი საპასუხო კომენტარს არ აკეთებენ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს ქალაქის არქიტექტურული სამსახურის მხრიდან კორუფციასთან, ქრთამის აღებასთან, ან უფრო დიდ დანაშაულთან, უცოდინარობასთან და არაპროფესიონალიზმთან. მოვიდეს კახიკალაძე, თავისი თვალით ნახოს, რაც ხდება, რეალობა ნახოს და ვითხოვთ აი მთელი თხოვნით და მთელი გული დასულით, რომ აქ გახდეს რეკრეაციული ზონა. გადავიღეთ სურათები, ფოტომასალა, დაუტოვეთ მერის პრესსამსახურს, უნდა გადაეცა, ამის გარდა ოფიციალური წერილიც დაუტოვე, მაგრამ რეაგირება არის აბსოლუტურად ნული. გასაწინა მერისა, რომელიც მოვიდა, შეხედა ამ შენობას და უიმართლა ეს რა ხდებაო, სამწუხაროა ძალიან, რომ ეს შენებლობა კვლავ გრძელდება. პროექტი არის გამართული იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც შენებლობა მიმდინარეობს. ხდება შენობის აშენება, რომლის დემონტაჟი განხორციელდა, ასე რომ იქ შენობა არსებობდა და ახალი მშენებლობა ხორციელდება. ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ენერგოპროჯორჯიას წარმომადგენელს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. უგულავას განცხადებით, ენერგოპროს ვანის რაიონის უბნის მენეჯერი და ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატი შალვა ლორთქიფანიძე ბეთლაძეების ოჯახს გიგი უგულავასთან ფოტოს გადაღების გამო ემუქრება. მისივე განცხადებით, ის თანამდებობას ოცნების პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს და 3500 ლარიანი ჯარიმით ემუქრება. უგულავას ბრალდებას ენერგოპროჯორჯიას დირექტორი გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბრალდებები საფუძვლოა და კომპანია პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა. ენერგოპროს უბნის მენეჯერმა და ამავდროულად სოფელ დიხაშხოს ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა ლორთქიფანიძემ ამავე სოფლის და ვანის რაიონის მცხოვრებ მამაშვილ თენგიზ და მირზა ბელთაძეებს აბსოლუტურად უკანონოდ საკუთარი სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დაემუქრა და მიმართა შემდეგი სიტყვებით: რით ვერ ისწავლეთ ჭკუა, სად უნდა დადგეთ თუ არ იცი, განახებთ იმას, რომ აგერ მრიცხველის არ შეცვლის გამო 3000 ლარიან ჯარიმას გამოგიწერთ. თვითონ ეს მრიცხველი, რომელიც აყენია სამრეცხაოში, არის რამდენიმე წლის წინ ენერგოპროს მიერ დაყენებული. ჩვენგან გამორიცხულია რაიმე პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. ის მოიხმარდა იმაზე მეტ სიმძლავრეს, ვიდრე ეკუთვნოდა რეგულაციების შესაბამისად. მას უნდა გადაეწყვიტა სიმძლავრეს ზრდიდა და იხდიდა ანგარიშზე 3500 ლარს. აბსოლუტურად ეს არის მარეგულირებული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები, თუ აღრიცხვის წრედის საშუალებებს ადაბლებდა. გადასახდელია ესთან ხადიდი ალბათობით, სწორედ აქ იყო პროტესტი და მოხდა სრულ ინფორმაციის მიწოდება. შინ საღამოს ჩვენმა წარმომადგენელმა მიიღო ზარი პოლიტიკურ ლიდერისგან და დაიმსახურა მხოლოდ დედის გინება. მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა და კონსტიტუციის 42 მუხლის წარმომადგენლებმა. ქართული მართლმსაჯულების მთავარ გამოწვევად მათი განცხადებით კვლავ რჩება დამოუკიდებლობის ხარისხი და ნდობის დაბალი მაჩვენებელი, ასევე მოსამართლეთა დასჯის კუთხით არსებული შერჩევითი პროცედურები. მიწვევის მიუხედავად შეხვედრას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები. დაუცილებელია, რომ სასამართლო სისტემა დაკომპლექტებული იყოს ისეთი მოსამართლეებით, რომლებიც როგორი ზეწოლაც არ უნდა მოხდეს გარე ფაქტორებით, არ დაექვემდებარებიან ამ ზეწოლას და მიიღებენ პრინციპულ სამართლიან გადაწყვეტილებას. თავარი არის არა კანონების შეცვლა, თუმცა კანონების შეცვლა, რეფორმები, ტალღები მნიშვნელოვანია, მაგრამ თავარია ადამიანები, ვინც საბოლოოდ ეს კანონები უნდა განმარტონ. შევიდი პროცედურები ზუსტად ამ გავლენიან ჯგუფთან, ვთქვათ, ურთიერთობის მიხედვით ხდება, თორე ჩვენ გვახსოვს მაგალითად შემთხვევები, როცა მოსამართლე დასაჯეს ამას გამონათქვამების გამო, თუმცა ორი დღეა უყურებთ, როცა მოსამართლეები ერთმანეთს განსხვავებენ ბოლო პერიოდი განსაკუთრებით, თუმცა საბჭოს არანაირი რეაგირება არ აქვს. ეს არის რეპრესირებული ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისია. 2015-12 წლებში 100 მეტი ადვოკატი იყო დაპატიმრებული.
საკმაოდ აბსურდული პრობლემებით, ბევრი მათგანი პოლიტიკური ნიშნით, ადვოკატთა ასოციაცია ზოგადად იურიდიული პროფესია შეაფასებს ამ საქმეებს, ადებს მის სამართლებრივ დასკვნას და მორალურ სამართლებრივ შეფასებას განახორციელებს აღნიშნული საქმეებს. სასამართლო დგას ძალიან მძიმე გამოწვევის წინაშე, ეს გახლავთ შიდა გავლენები, როგორც იცით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნდა მოხსენებელთა ანგარიში, სადაც საუბარია იმაზე, რომ სასამართლო სისტემა იმართება კონკრეტული ჯგუფების მიერ სასამართლო სისტემის შიგნით. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ჩვენი ინიციატივა იქნება თუ რაიმე პროექტი, რომელიც იქნება დააყენებული, ეს იქნება საბჭოს თომაზე თუ შემდგომ უკვე საკანონმდებლო პროცესში, აუცილებლად უნდა ემსახუროს სწორედ იმ მიზანს, რომ რამენაირად როგორმე მოისწოს სასამართლო სისტემაში შიდა მმართველობა. 6 გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 3 გზის საბჭოთა თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი ეს ქართველი სპორტსმენი კობა წაქაძეა, რომელმაც ტრამპლინიდან ხტომაში თავისი კარიერის განმავლობაში 54 შეჯიბრი მოიგო. ზედმეტ სახელად მფრინავი ტორპედო დღეს ბაკურიაში თავისივე სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს და ოცნებობს, რომ ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა თხილამურით ტრამპლინიდან ხტომაში დიდ წარმატებას მიაღწიონ. მის გამარჯვებებზე, ოცნებებსა და დღევანდელ ცხოვრებაზე სალომე უერთაშვილი გიამბობთ. დღეს აქ ბაკურიანში საბჭოთა კავშირის ხალხთა ზამთრის მესამე სპარტაკიადაზე უკანასკნელ ოფიციალურ ნახტომს შეასრულებს ჩვენი სახელით განთქმული მფრინავი მოთხილამურე სპორტის დამსახურებული ოსტატი კობა წაქაძე. კობა წაქაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში 1956 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა მიიღო. ზედმეტ სახელად მფრინავმა ტორპედომ თავისი კარიერის განმავლობაში 54 შეჯიბრი მოიგო. ეს თასი 1961-ში პირველში 61-ში ფერგეში გარმშპარტენკირხენში მაქვს მოგებული გენცვალე კანცლერ ადენაუერმა დამაჯილდოვა, ესე იგი ეს ჩეხოსლოვაკიაში მსოფლიოში ის ტრონჰეიმში ნორვეგიაში აი ესენ სულ სახტუნო ზოგი ჩეხოსლოვაკია, ზოგი პოლონეთი გენცვალე. წლების შემდეგ კობა წაქაძე იხსენებს, რომ ტრამპლინიდან ხტომაში სერიოზულად ვარჯიში 7 წლის ასაკში დაიწყო. მფრინავი ტორპედო ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად დღეში 20-25 ნახტომს ასრულებდა. შედეგმაც არ დააყოვნა. მისი პირველი დიდი შეჯიბრი სოფლის ახალგაზრდობის საკავშირო პირველობა იყო, სადაც მან პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგ იყო 1953 წელი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა. მე მოვიგე პირველი საბჭოთა კავშირის სპარტაკიადა. გავიდა დრო, მეორე სპარტაკიადა 1974-ში მოიგო ისევ ბაკურიანელმა მიშა გავამ და მესამე საბჭოთა კავშირის სპარტაკიადა, რომელიც უკრაინაში ტარდებოდა სკოლაში, დიდი ტრამპილი მოიგო კახაბერ წაქაძემ. სოფლიოში 6 სპორტსმენია, ჩემი გვარი სახელწერია, დაჯილდოებული თხილამურები ტრამპილიდან ხტომაში. კობა წაქაძე დღეს ბაკურიანში თავისივე სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს და ყველაზე მეტად სურს, რომ ახალ თაობას, რომელიც თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომით დაინტერესებულია, უფრო მეტი შესაძლებლობა და განვითარების საშუალება ჰქონდეს. დღეს მფრინავი ტორპედოს მთავარი ოცნებაა თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი ჰყავდეს. ჯერჯერობით ისეთი არავინ არ ყვამს, რომ გაგეხარდეს და შენი პატარა სამშობლო საქართველო გამოაჩინ. ბევრი გაჭირვებული ბავშვები და თითო წყვილი ბათინკი და ან თითო წყვილი ლიჯი უყიდონ შეჯიბრი აი დაუძახონ და აჩუქონ ბაკურიანს აუშენე საბავშვო ბაღი. და მინდოდა ესე იგი ჩემი ისევ მეგობრების უცხოეთში დახმარებით სპორტიული სკოლა რო გაკეთებული იყო, ბავშვებს თავისი ინვენტარის დასაწყობი უნდა ქონოდა, თავისი ესე იგი სამედიცინო ოთახი, სასწავლებლის ოთახი, ყველაფერი რო ყოფილიყო და მოხდა ისე, რომ რეჟში არ გამიტარეს და დღესაც ეგრე ხელმოუკიდავია და ესე დარჩა.
ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა გასული საუკუნის 50-იან 60-იან წლებში საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ფრინავი ტორპედო 6-ჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 3-ჯერ საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, არის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი. კოპა წაქაძე ერთადერთი ქართველია, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა 4-ჯერ მიიღო. ბოლომდე დავრჩი ბაკურიანელი ამ სპორტის ავანტყოფი. დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იმ პედაგოგებს შეხვდა, რომელთა შვილებიც დღეს სხვადასხვა პროფესიაში წარმატებულები არიან. შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა როლის, მათი განსაკუთრებით დედის ჩართულობის მნიშვნელობას. მშობლებმა კი თავის მხრივ ისაუბრეს, რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით და რა უნდა გააკეთონ მშობლებმა სკოლასთან ერთად შვილების მხარდასაჭერად. ჰოლივუდი ოსკარის ყოველწლიური დაჯილდოებისთვის ემზადება. წლის ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენამდე ერთი დღე რჩება. დოლბის თეატრთან სპეციალისტები წვიმისგან დამცავ კონსტრუქციებს ამაგრებენ. ლოს-ანჯელესში ბოლო 2 დღეა გადაუღებლა წვიმს, თუმცა მეტეოროლოგები ქალაქში ხვალ გამოდარებას ელოდებიან. ჰოლივუდი ოსკარის ყოველწლიური დაჯილდოებისთვის ემზადება. წლის ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენამდე ერთი დღე რჩება. აღსანიშნავია, რომ წელს აკადემიის ჯილდოს 90 წელი უსრულდება. მსოფლიოს მასშტაბით კინომოყვარულების ყურადღებას ცერემონია 1929 წლიდან იპყრობს. ლოს-ანჯელესში ორგანიზატორები გაუარესებული ამინდის გამო წითელ ხალიჩას წვიმიანი ამინდისთვის ამზადებენ. დოლბის თეატრი კი წლევანდელ ნომინანტებს სულ მალე უმასპინძლებს. წელს საღამოს უკვე მეორე ტელეწამყვანი ჯიმი ქიმელი უმასპინძლებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცერემონიის ფარგლებში ის ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს არ ჩამორჩეს. თუმცა მისი მთავარი საქმე ხალხის განწყობაზე ზრუნვაა. წლევანდელი წელი არჩეულის ჰარვი ვაინშტაინისა და კევინ სპეისის კრიტიკის გარეშე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მსახიობად ითვლებოდა. აქვე აგორებულმა სკანდალმა ვაინშტაინის კომპანიის გაკოტრება გამოიწვია. სწორედ ჰოლივუდში არსებული უთანასწორობა და ქალების მიმართ არსებული ძალადობა იყო ბევერლი ჰილზში გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ქალები კინოში სწორედ ასეთი დასახელების არის ღონისძიება, რომელიც კინემატოგრაფიაში ქალების როლს უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის წლევანდელი ოსკარის ნომინანტები მარგო რობი და გრეტა გერვიგი იყვნენ. გზა, რომელიც მე გავიარე იმისთვის, რომ წარმატებული მსახიობი გამხდარიყავის, საკმაოდ რთული იყო. მსახიობებს ყოველთვის უწევთ სამსახურისთვის ბრძოლა. ჩვენ ვიბრძვით როლისთვის, დაფასებისთვის, იმისთვის, რომ გქონდეს ისეთივე ანაზღაურება, როგორიც სხვა მსახიობებს. მე იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც დაჯილდოების სეზონი დამთავრდება, ხალხი არ დაივიწყოს მოძრაობას, რომელიც ინდუსტრიაში ძალადობას ებრძვის. მოძრაობა დრო ამოიწურა ერთობლივი პროექტია და იმას, რაც დღეს ხდება, ჩვენ ყველამ ერთად მივახციეთ. ამ მოძრაობამ ხალხის ყურადღება მიიქცია, იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გრძელვადიანი ცვლილებების დასაწყისი იქნება. წელს საუკეთესო ფილმის წოდებისთვის 9 ფილმი იბრძვის. კრიტიკოსები და კინომოყვარულები ვარაუდობენ, რომ საუკეთესო ფილმის წოდება წელს 3 ბილბორდი ებინგის საზღვარზე მისურის ერგება. ფილმის მთავარი გმირი და მოუკიდებელი ქალია, რომელიც საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს. ფილმის ერთ-ერთი მთავარი თემა სექსუალური ძალადობის საკითხი და ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისადმი პოლიციის ინდიფერენტულობაა. ფილმს წლევანდელი დაჯილდოების ფარგლებში 7 ნომინაცია ერგო. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საუკეთესო მამაკაცის როლისთვის წელს ოსკარს გარი ოლდმანი აიღებს. მსახიობა ფილმში ბნელი საათი დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი განასახიერა. აღსანიშნავია, რომ მსახიობისთვის ეს ოსკარის რიგით მეორე ნომინაციაა. აკადემიის ჯილდოს უწინასწარმეტყველებენ გილერმო დელ ტოროსაც ფილმისთვის წყლის ფორმა. ის 13 ოსკარის ნომინაციის მფლობელი გახდა. როგორ განვითარდება მოვლენები კინოინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მაყურებელი ზუსტად 4 მარტს გაიგებს. ოსკარის ცერემონიამდე ერთი დღით ადრე ჰოლივუდში ოქროს ჟოლოს გამარჯვებულები დაასახელეს. ტრადიციულად ჯილდო წლის ყველაზე ცუდ ფილმებს და მსახიობებს გადაეცემათ. წელს ოქროს ჟოლო ერგო ანიმაციურ ფილმს ემოციები, ასევე წლის ყველაზე ცუდი მსახიობების სიაში წელს პირველად აღმოჩნდა ტომ კრუზი ფილმისთვის მუმია. მეორე ხარისხოვანი როლისთვის დააჯილდოვეს მელ გიბსონი, ქალებს შორის კი ამავე ნომინაციაში ოსკაროსანი კიმ ბესინჯერი გრეის 50 ელფერში შესრულებული როლისთვის მოხვდა. Essence of evil calls to you now.
ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. საინფორმაციო გამოშვება დღეს ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.